რამდენჯერ იყავით დაჭერილი ამ ადმინისტრაციული წესით თუ გაქვთ დათვლილი და აქედან რამდენჯერ იყო რომ არ გცემეს? დაკავებული ვიყავი დაახლოებით ალბათ ადმინისტრაციული მოხდით 20-ჯერ, 22-ჯერ. ბოლოს ეს ქუთაისი იყო ეს სამართალი და ერთხელ გამიტაცეს კასპის ტყეში. ტყეში დაგტოვეს? კი, მე და ბატონი ცოტნე ზურაბიანი, მაშინ თქვენი ასე ვთქვათ პარლამენტარი იყო და მაშინ სხვა შორის ბატონოსო და თქვენ სახელმწიფო მზადდებოდით და მაშინ კი არ იყო პარლამენტარი, მერე გახდა. ცოტნე მერე გახდა, კი, ჩვენ მაშინ პარლამენტარი გაიტაცეს რა რეგულარულად. არა, ხო, კი, მაგრამ სანამ დეპუტატი გახდებოდა, თქვენ და ცოტნე გაგიტაცეს და კასპის ტყეში როგორ მოგეპყრენ გცემეს თუ რა. სხვა შორის მაშინაც მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტში მიდიოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის და იქედან ასე რომ მოგტეხეს. და რო არ დაგვესვა ხერხული კითხვები, მაგ საქმეზე დაზარალებულად ვარ ცნობილები კასპის ტყეში, ანუ თავი ჩაწეული ქონდათ კასპამდე არ მოგვიწევი. სანდრო გრიგოლიანის და პუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის პლაკატები ქონდა და ეს რომელ წელს მოხდა? ეს იყო თორცები 2008 წელი იყო, ან 2007 წელი ეს დაახლოებით. და მაშინ შემდეგ გადაღებას მოხდა ყველაფრის ანუ საქმის ახლიდან და ასე ვთქვათ დაზარალებულად გვცნეს მაშინ